მუდმივად გვეუბნებოდნენ, რომ უკრაინაში ანტისამთავრობო გამოსვლები ხორციელდებოდა. თუმცა არც მედიას და არც მთავრობის წევრებს არავისთვის უთქვამთ, რომ ამ გამოსვლებს ჩვენ ვაფინანსებდით. USAID-ს, რომელიც არსებითად CIA-ის დაქვემდებარებული ორგანოა, 5 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული საპროტესტო აქციებში. იმ საპროტესტო აქციებში, რომლის შედეგადაც უკრაინაში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობა მოხდა. ეს იყო ხელისუფლება, რომელიც დასავლეთს და რუსეთს შორის არჩევანს არ აკეთებდა და სწორედ ამიტომ მოვიშორეთ ჩვენ ისინი. ამ მოვლენების ეპიცენტრში ვიქტორია ნულანდი დგას. იმ პერიოდში ის სატელეფონო ზარით დაუკავშირდა ამერიკის ელჩს. ეს საუბარი სხვათა შორის ჩაწერილია და ნებისმიერ თქვენგან შეუძლია მისი მოსმენა. სატელეფონო საუბარში ნულანდი ფაქტობრივად თავად აკომპლექტებს უკრაინის ახალ მთავრობას, სადაც ის რასაკვირველია ირჩევს იმ პირებს, რომლებიც დასავლეთის მიმართ ერთგულები არიან. ეს არის არა დემოკრატია, როდესაც ვიქტორია ნულანდი აკომპლექტებს მთავრობას. სწორედ ამის თქმა მინდა. USAID და CIA დემოკრატიას არ აშენებენ. თუ არ ვცდები, CIA-ს 83-მდე მთავრობის დამხობის ოპერაცია აქვს შესრულებული სხვადასხვა ქვეყანაში. 1947 წლიდან 1997 წლამდე. რაც მთავარია, მათ მიერ დამხობილი მთავრობების უმეტესობა ადგილობრივმა მოსახლეობამ დემოკრატიულად აერჩია. ასე რომ დიახ, CIA დემოკრატიის განვითარებას ხელს ნამდვილად არ უწყობს. Between 1947 and 1997, that's a third of the governments on earth, and most of them were democracies. Oh, it doesn't do. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.